ჩვენ ჩართვა გვაქვს ბათუმიდან, ახლა გავიგებთ რა ხდება ბათუმის თეატრში. ზიანი ბათუმი. რა თქმა უნდა, ზიანია თუ წვიმიანი, ამას ახლა გავიგებთ ჩვენი ტამანგო ჟღერიასგან, რომელიც ბათუმის თეატრიდან ჩაგორთება და გვეტყვის რა ხდება თეატრში. კარგია რომ გარეთ არ ხარ, ზეგი წვიმს ბათუმში. როგორ მიყვარს ბათუმის თეატრი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე ახლა ვიმყოფები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ჩვენთან შიგნით კარგი ამინდია, თუმცა გარეთ ხან წვიმაა, ხან მზე, მაგას ვერ გაიგებ. თეატრი რომ ძალიან ფუნქციონირებს ისე როგორც საჭიროა და აქ აქტიური სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ 156-ე თეატრალური სეზონია და ამ მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში აქ მრავალი სპექტაკლი დადგმულა, არაერთ მნიშვნელოვან მსახიობსა თუ რეჟისორს ძალიან გაუხარებია მაყურებელი და დღესაც აქტიურია ბათუმის თეატრი. 3 ახალი პრემიერისთვის ემზადება. ჩვენ გვაქვს დიდი, მცირე და ექსპერიმენტული სცენა. 3-ვე მათგანი არის აქტიურ სამუშაო პროცესში. მე ახლა მინდა წარგიდგინოთ ბათუმის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან კარგი მსახიობი, ჩემი უფროსი მეგობარი, სამაგალითო და ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი ავთანდილ ქარჩავა. ბატონო ავთო, როგორი სიტუაციაა თეატრში და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი? თქვენ მთავარ როლს ასრულებთ ერთ-ერთ სპექტაკლში და ამასთან დაკავშირებითაც რომ გვესაუბროთ. პირველ რიგში, ჩემო ტამანგო, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხლა ამ წუთას ჩვენს გადაცემას უცქედის უყურებს. აიხარეთ ბატონო. ეხლა თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვართ წინა საპრემიერო სამზადისში. რაღაც ერთი კვირა და პრემიერა გვაქვს 21-ში, 22-ში, 24-ში. კი ბატონო. და მოდი ესე ვიტყოდი, აი თეატრში რო ვარ და მუშაობ, აი ამ სიტუაციის გამო ეს ყველაზე კარგი მომენტია ჩემთვის, იმიტომ რომ აი ახლა არის ისეთი მდგომარეობა, ისეთი სამზადისია, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს რომ რაღაც თითო რაღაცები რო ემატება სრულ ყოფაში რომ მოვიდეს სპექტაკლი. ასე რომ ახლა მე ვთამაშობ ამ სპექტაკლში, ჩემთან ერთად მე ალბათ წარუდგენ მოწვეული მსახიობებიც ყავს, თავად თქვენ წარუდგენ და წინასწარ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ერთის გარდას, რომ პირი კარგი უჩანს. ხო, მოლოდინი კარგია. მოლოდინი ხო, კარგი უჩანს და რას ვთავარია, ისეთი რეჟისორი დგამს და მუშაობს, რომ მე მისი წარმატების მონაწილე ვარ. უпростоრეთ ვიცი რაც გამოა მჯერა ამ რეჟისორის და მუშაობის პროცესში ჩანს თუ რა შედეგი გვექნება. ასე რომ მე მინდა ყველა იმ მსახიობს, თავად რეჟისორს და ყველას ვინც დაკავებულია შემოქმედებითი პერსონალი, ყველანი ვინც მემსახურებით აი ამ სპექტაკლს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვა. გაიხარეთ ბატონო ავთო, დიდი მადლობა თქვენს ასევე წარმატება და ყოველივე საუკეთესო. ახლა ჩემთან ერთად იმყოფება მარიამ სიხარულიძე, ასევე მარიამ გამარჯობა, მოგესალმებით. არც თუ ისე მარტივ საქმეზე მუშაობ, შენ ფრანც კავკას მეტამორფოზა. მაინტერესებს როგორ შეეჭიდე ამ სირთულეს და როგორ მოყვებიან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ამ ესე ვთქვათ დიდ სირთულეში. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ ხსნით საზაფხულო პრემიერებს, ხო და რაღაცა წარმატება ჩვენ და წარმატება შემდეგ ორ სპექტაკლსაც. ფრანც კაფკა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მომიწია ძალიან კარგ დასთან მუშაობა. და ძალიან კარგ კოლექტივთან, ტექნიკურ კოლექტივთან და ბევრი რაღაცა გამიმარტივა ამ ყველაფერმა. დანარჩენს რა ვიცი, მობრძანდით, ნახat. როდის მობრძანდეთ, ესეც რომ დაგვიანონსოთ? 17-18-19 ივნისი. გელოდებით ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მარიამ სიხარულიძე თავის სპექტაკლს შემოგთავაზებს. მარიამ, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი. შეგიძლია დაუბრუნდე რეპეტიციას, მოწყვიტეთ ჩვენ მარიამის დღეს რეპეტიციას და ასევე იმყოფება ბატონი გიორგი სიხარულიძე ჩვენთან, მარიამის მამა და ალბათ ორმაგად სანერვიულო პროცესია თქვენთვის, ქალიშვილის პრემიერა, შემდგომ თქვენი პრემიერა. როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, როდის გაქვთ პრემიერა და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? მარიამი სადაც აკეთებს სპექტაკლს, ჩემი პირველი წარმოდგენა იქ იყო იმ სცენაზე, რაც შეეხება ბათუმის თეატრში ზოგადად მეორე პრემიერა მაქვს, მაგრამ ამფიცარნაგზე პირველი სპექტაკლი იქნება, ეს არის სუმბათაშვილის ღალატი. საუკუნე და რამოდენიმე ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს პიესა შეიქმნა.
და ძალიან მაინტერესებს როგორ მოახერხებთ რომ იმ ფორმით იმ ხერხით ადაპტირება გაუკეთეთ რა თქმა უნდა ტექსტს იმიტომ რომ ძალიან არქაული იყოს მასალა ლიტერატურული და მაინტერესებს თანამედროვე ენით იმ ფორმით და ხერხებით რასაც თავაზობთ მაყურებელს როგორ მიიღებს მაყურებელი ამ მნიშვნელოვან მასალას ქართული დრამატურგიის ჩვენ არა ვართ განებივრებულები კარგი პიესებით, მაგრამ ეს ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია და სათქმელიდან გამომდინარე და აქტუალურობიდან გამომდინარე ნამდვილად ჩანს რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასალაა ქართულ დრამატურგიაში და აი ველოდებით მაყურებელს და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის ელოდებით ბატონო გიორგი თუ შეიძლება ველოდებით ესე იგი მარიამის მერე ესტაფეტას გადმოვიბარებთ და ველოდებით 21-ში, 22-ში და 24-ში. აჰა, ძალიან კარგი. მე აქვე უნდა აღვნიშნო ისიც რომ ხანდახან ზემოთ რეპეტიციიდან რო დავასრულებდი ჩემს სპექტაკლზე მუშაობას, ჩამოვიდოდი და შემოვიჭყიტებოდი, აბა რა ხდება და ნამდვილად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და გისურვებთ უამრავ წარმატებას თქვენ. გაიხარეთ, ჩემთან ერთად ასევე იმყოფება თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან კარგი მსახიობი ბატონო გია, ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, გია აბესალაშვილი გახლავთ, ჩვენი სტუმარი, რომელიც ასევე მთავარ როლს ასრულებს ბატონი გიორგის სპექტაკლში. როგორ შეეგუეთ ქალაქს პირველია თუ არა ეს თქვენთვის და მე ვიცი რომ თქვენი ქალიშვილიც მონაწილეობს თქვენთან ერთად და ესეც პირველია არ არის როგორ ღელავთ ბატონი გიორგისგან გასხვებით თქვენც ორმაგად ღელავთ უბრალოდ მასავით ორმაგად ღელავთ მოგესალმებით ჩემო ძირფასებო რა თქმა უნდა ღელავთ აგერ ბატონმა ავთომ ბრძანო რომ კარგი პირი უჩანსო და ერთმანეთს უყურებთ ჩვენ ხან ავთო გადის ხოლმე ამას აქვს ჩემს როლს ჩვენ ერთ როლზე ვართ და იქიდან ნელა რაღაცა აკვირდებით თითქოს ვაკონტროლებთ რაღაცა როგორ მიდის საოცარი ადამიანები არიან რა თქმა უნდა ძალიან კარგი მსახიობები არიან თვითონ ამ თეატრში და მე იმედს მაძლევს ეს ყველაფერი რომ ყველაფერი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდება რაც შეეხება ხა ჩემ ქალიშვილს პირველად მიწევს მისთან პარტნიორობა სცენაზე რა ისე აქამდე გითამაშია თუ უშუალოდ ვითამაშია მაგრამ უშუალოდ ესე ერთმანეთთან არ ქონია ერთ სპექტაკლში ვითამაშია უფრო ამძაფრებს ნერვიულობას ხო რა თქმა უნდა ხა ორმაგად ნერვიულობ იმაზე ცალკე ნერვიულობ ჩემზე ხომ ნერვიულობ და სულ დაბნეული ვარ და მოკლედ გავართმევთ იმედია თავს ამ დაბნეულობას და ჩვენ საოცარ მაყურებელს რომელიც მოგზანდება შევთავაზებთ ძალიან კარგ სპექტაკლს რა. მე ამაში ბატონო გია ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერი კარგად იქნება და სამივე სპექტაკლი ღირსეულად წარსდგება მაყურებლის წინაშე. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. მესამე სპექტაკლი იქნება ბათუმის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. მატარებელი უკვე გავიდა რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ბატონი პეტრე ჩარგეიშვილი გახლავთ. 10 და 11 ივლისს შეგეძლიათ რომ მობრძანდეთ და იხილოთ ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი. და თუ თქვენ გგონიათ რომ სიახლეები ამით დასრულდა ბათუმის დრამატულ თეატრში ძალიან ცდებით. ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, აჭარის კულტურის მინისტრი და აჭარის კულტურის სამინისტრო ჩვენ ხელს გვიწყობენ რომ თვის ბოლოს 27 ივნისს გავფრინდეთ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში და იქაური მაყურებელი გავახაროთ. თუმცა ამას გარდა, როდესაც იქიდან ჩამოვალთ, ჩვენ გვაქვს ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე მიწვევა, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება და ბატონი ავთო თუ შეიძლება რომ მობრძანდით ბატონო ავთო დაგვიბრუნდეთ და როდის მივდივართ ოზურგეთში და სეზონის დასრულების შემდეგ რა ხდება 6 რიცხვში მივდივართ და აქვე მინდა დავამატო აქ ჩემმა კოლეგებმა ბრძანეს მე სამივე სპექტაკლს პრემიერას წარმატება მინდა უსურო და ამაში ხარმად ვარ დარწმუნებული რომ წარმატებული იქნება და როდესაც ეს არის სეზონის ბოლო სეზონი იხურება ამ პრემიერებით და შემდეგ სამი სპექტაკლით მივემგზავრებით კახეთში თელავის სახელმწიფო თეატრში იქ სამი სპექტაკლით მივდივართ შემდეგ ჩამოვდივართ და ისევ სექტემბერში ისევ გავემგზავრებით თელავში ნუ ესეთი ჩვენს თეატრს დატვირთული არაკლია სამუშაო პროცესები დატვირთული დღეები აქვს და კარგია რომ გავდივართ ხანდახან თეატრი უნდა გავიდეს ქალაქიდან და შეხვდეს სხვა მაყურებელს კი ვიცი ჩვენი მაყურებელი მათი რეაქცია მაგრამ
უცხო მაყურებელთან შეხვედრა ძალიან გვახარებს და საინტერესოც არის. გაიხარეთ ბატონო ავთო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრებიც კარგად წარმატგიდეთ მასპინძლებმა. ასევე გაიხარეთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ასე წარმოებაში ჩაეშვა რაფიელ ერისთავის პიესა ჯერ დაიხოცდნენ, მერე იქორწინეს და ამას უკვე 157 თეატრალური სეზონი, ესე ვთქვათ, უმასპინძლებს, სადაც მეც მონაწილეობდა, ძალიან ბედნიერი ვარ და ზოგადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ამ დიდებული თეატრის დიდებულ სცენაზე მეძლევა საშუალება არაჩვეულებრივ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად ვიმუშაო. მოკლედ მე ამით მინდა რომ ნელა-ნელა დაგემშვიდობოთ და ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ჩვენს თეატრში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული და ჩვენ საშუალება გვეძლება დიდ თაობასთან ერთად გავიაროთ ის პროცესები, რაც შემდგომ კარგ მსახიობებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. გელოდებით პრემიერებზე, გეპატიჟებით, ბათუმის თეატრი მუდამ თქვენს სამსახურში. დიდი მადლობა ტამანგო, მომწონს რომ ძალიან დატვირთული სეზონის ბოლო გაქვთ, ისიც მომწონს რომ უნდა გახვიდეთ და მთელ საქართველოს აჩვენოთ ის, რაზეც მუშაობდით წლის განმავლობაში. მე წარმატებას გისურვებ.